გავიღახეთ, წარმოიდგინოთ მაშინ. იმიტომ რომ რაღაცა კიბე არის, რაღაც არის. აქ არის. ნუ კედელიც არ არის, რაღაცა არის და კედელია და ჩასავარდნია და ხელჯოხით ფრთხილად უნდა ვიახცე.
იყო. გამოდიოდა მანქანა მაგჭიშკრიდან. მაგარიცია ფრთხილადო რო გეტყვიან, როცა უკვე შეხვდი იმ წინაღობას და ეჯახე თუ არიდე თუ როგორც იყო, უკვე ახალჯოხი მაინც მოხვდა და მაფრთხილებენ. შესასვლელი ხა უბრალოდ ჩემი მიზანი ამ შემთხვევაში შიგნით შესვლა არ არის და ნუ აქედან უნდა შეხვიდე მე საშთა ბიუროში და რა ვიცი თუ რამე საქმე გაქვს. რაოდ ეხა ეს არ არის ჩემი მიზანი ამ შემთხვევაში. ეხლა მე გავაგრძელებ გზას მარჯვი და გაჩვენებთ როგორი არის მეორე მხრიდან, ანუ ჩასასვლელი, რომ ისევ ჩავიდეთ პარლამენტის წინ. აქ როგორ ვიგებ, ეხლა რომ უკვე მოსახვევია. ერთი რომ, ნუ კედელი აღარ შეხვდა ხელჯოხს და მეორე, ანუ ხმაზეც გავიგებ, უკვე ეკო აქედან მოდის ხმები და არა ანუ არ მიბრუნდება როგორც კედლიდან, მაგით ხვდები რომ უკვე ანუ ის არის, შესახვევია რა და სივრცე უნდა გავაგრძელო გზა. და გავუკვირო. და იქ არის ჩასავარდნი. ხარ მაგას ფეხი რო ჩაგივარდე, შეიძლება ფეხი მოიტეხო პრობლემები მაქვს. ამიტომ ძალიან სწრაფადაც ვერ ივლის რა უცინათო. ხა მეხსიერებით კი ვარ აქ ნამყოფი, მაგრამ დიდი ხნის წინ ხა ეს ნამდვილად არ მახსოვს, უბრალოდ ხელჯოხმა უცებ, ანუ აღმოაჩინა და გავჩერდი.
როგორი უთანაბრობა არის, თითქმისკენ იბეადის და აქაც ხელჯოხის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემთხვევით კიბეს არ წამოვკრათ ფეხი. ხოდან გავიგონე კიდეც რომ ჭიშკარი იყო, იმიტომ რომ იქნაც რაღაცნაირი ხმა წამოვიდა, ანუ კედლიდან როგორც მოდის, ეგეთი არ იყო. სმენაც ძალიან მნიშვნელოვანია მოკლედ გზაში. ისე აი ესეთი ჩასაბარდნი, კედელი და იქ რაღაცა. რა არის რაღაც ესეთი ვარიც მოკლედ. საერთოდ რა არის, მაგრამ ხია რომ ოდნავ აი ეს არის ოდნავ ამობურცული, ანუ ძალიან ახლოს რომ მიდიოდე კედელთან, აი ძალიან ახლოს, აი პირდაპირ ესე ხელჯოხმა შეიძლება უცებ ვერ აღმოაჩინოს და ხელჯოხი გავიდეს აი ამ ამობურცული რაღაცის ქვეშ და შენ აი ესე პირდაპირ ცოტი აი ესე პირდაპირ დაეჭა, ხო? შეიძლება რა. ბარი კუთხეები არა უშავს, ხელჯოხი მაგისთვის არის, რომ ეს კუთხე აღმოაჩინოს, მაგ კიდეა რამდენი საფეხი. რაღაცა მომაღლებული და უკვე ჩვენ აგერ გავალთ ნელა პარლამენტის აი აქაც არა ნაბარი რა დაბლა მსვად არ არის ეს არქიტექტი არის არ არის ისეთი კაი უნდა შემოგვაროთ იქა ხოდა აღმოჩნდით მოკლედ პარლამენტის წინ, სადაც რა ვიცი აქციებიც იმართება და ცენტრალურ შესასვლელთან, რომელიც არასდროს არ არის ღია და ესე შემოგვარეთ პარლამენტს თავისი პრობლემებით, თავისი გამარჯვებებით და ასე